მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მთელ საემიგრანტოს. დღეს მინდა ვისაუბრო ბინადრობის გაგრძელებებზე, თუ რა ვითარება ოთურმაიზინის ეგრეთ წოდებული უზათმაზე. იცით რომ მასიურად წამოვიდა უარების მიზეზი მე შარშანაც ვიცოდი და გეუბნებოდით, ყველას ვაფრთხილებდი, მაგრამ ძალიან ბევრმა დამიჯერა და არაფერი არ წაუგია. როცა აიღეთ ბოლო 6 თვიანი და როცა გააკეთეთ განაცხადი და ჩაუშვით სისტემაში, ანუ ეგრეთ წოდებული ბაშური რანდევუ, იქ ოფიციალურად მეორე გვერდზე ეწერა, რომ ეს არის ვეთანხმები ამ ამ პირობას, რომ ეს არის ბოლო გაგრძელება 6 თვიანი და აუცილებლად გადავალ სამუშაო უფლებაზე. იქ ოფიციალურად თქვენ დაეთანხმეთ ველების შევსებით, როცა განაცხადს ვავსებ მე თვითონ მაგალითად მომხმარებლის რანდევუს, ანუ რანდევუს უძახით თქვენ, განაცხადი ბაშურო განაცხადს ქვია, როცა ვავსებ, იქ ბოლოში არის სპეციალური ველები მოსანიშნე, ანუ პტიჩკები ეგრეთ წოდებული, თუ ისინი არ მოვნიშნე, ისე განაცხადს არ დამასრულებინებს და ამ პტიჩკების მონიშნვით თქვენ ავტომატურად დაეთანხმეთ ამ კანონს. ძალიან ბევრს გიხაროდათ, რომ მომივიდა კიდევ გავაგრძელებო, მაგრამ ნურას უკაცრავად იქ ოფიციალურად ეწერა, ოფიციალურად უკვე დათანხმებული ხართ და კიდევ რისკავთ, ნუ გარისკავთ ქალბატონებო და ბატონებო. ძალიან ბევრი ამ დღეებში ძალიან ბევრი გადავარჩინეთ. ბევრმა მაინც გარისკა, პატრონებმა გავრისკოთ, მაინც ვნახოთ რა იქნებაო, მაგრამ გადავარჩინეთ როგორ თქვა დაიწყეს ადრე, სანამ კარტა დასრულდებოდა ბინადრობის, დაიწყეს ადრე და უარი მოუვიდათ მალე ვინემ დამთავრდებოდა კარტა. მაგალითად მაგალითისთვის შეიტანეს განაცხადი 25 აპრილს, უარი მოუვიდა 1 მაისს, ხოლო კარტა უმთავრდებოდა თქვა 10-ში ან 9-ში, ანუ ოთურმის ვადა დამთავრებული არ იყო და ეგრევე გადავიყვანეთ სამუშაო უფლებაზე. ესეთი შესაძლებლობა მოგვეცა, უფალს დიდი მადლობა გადავარჩინეთ. ძალიან ბევრია ესეთებიც, რომ უარი მოუვიდა და კარტა ვადა უკვე დასრულებული იყო. ესეთმა ადამიანებმაც შემეხმიანეს, რა თქმა უნდა, პატრონთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გავაკეთეთ ყველა პროცედურა და წამოვიდნენ საქართველოში და ვაკეთებთ სამუშაო მოწვევის პროცედურებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალბატონებო და ბატონებო, ნუ გარისკავთ, თუ გაქვთ ესეთი პრობლემა, აუცილებლად მოგმართეთ, არცა მნიშვნელოვანი რომ ჩვენ მოგმართოთ. იცით რომ ჩვენ მომხმარებლების ნაკლებობას უფალს დიდი მადლობა არ განვიცდით, ოღონდ სწორად გააკეთეთ ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვამბობ, რომ ჩვენ დისტანციურად ვმუშაობთ ნებისმიერ ქალაქში. ნებისმიერ 91 რეგიონი აქვს თურქეთის რესპუბლიკას, 91-ვე რეგიონში, როცა უკვე შეთანხმებული იქნებით დამსაქმებელთან, პატრონთან, ნებისმიერ საკითხზე, თუ რა თქმა უნდა ჩვენ გვეხება, მოგემსახურებით. ოთურმიდან ბინადრობიდან გადასვლა ჩალიშმაიზინზე, თქვათ უარი მოგივიდათ და საქართველოში წამოსასვლელი ხართ ამ საკითხზეც, ქორწინების პროცედურები იქნება თუ სხვა მრავალი სამიზო საკითხები იქნება, მნიშვნელობა არ აქვს მე ვიქნები თურქეთის რესპუბლიკაში თუ საქართველოში. მე ისეც ხშირად დავდივარ თურქეთის რესპუბლიკაში, თუ საჭირო იქნება ადგილზეც მოვალ და ადგილზეც მოგემსახურებით, თუ გამოუვალი მდგომარეობა იქნება. დაელაპარაკეთ პატრონებს, აუხსენით, ნუ დარჩებით. კიდევ ერთი თხოვნა, კაჩაკი ნუ დარჩებით. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, იმიტომ რომ ძველი დრო არ არის. არავის არ ინდობენ, არავის არ პატიობენ და უკვე კაჩაკობის გამოსწორება ძალიან რთულია, ვინმე ეს იყო ადრე. ეს მინდოდა მე თქვა ქალბატონებო და ბატონებო, არ ვიცი, თუ შემოსახურება გსურთ, უტყვარი მომსახურება გსურთ, როცა გაესაუბრებით პატრონებს, აუხსნით ვინ ვარ, რას ვაკეთებ, როგორ ვემსახურები და დაინტერესების შემთხვევაში, თქვათ თუ გიგსურთ რომ ბინადრობიდან გადახვიდეთ სამუშაო უფლებაზე, არანაირი ოფისებში სირვილი, არანაირი ქსეროქსები, არანაირი სადმე გადარბენები, არანაირი პატრონი დღეს მოვალ ოფისში, ხვალ ვერ მოვახერხებ, არანაირი მთავარი პატრონმა, ანუ დამსაქმებელმა პირმა თქვენმა შემეხმიანოს. მითხრას რომ გიორგი ესეთი სიტუაცია, თქვენთან მინდა თანამშრომლობა, არც თქვენ სადმე არ გახვალთ, არც პატრონი სადმე არ გავა, სახლიდან გაუსვლელად პირდაპირ ყველაზე ადვილი ვარიანტი ნებისმიერ ქალაქში, კიდევ ერთხელ ვაცხადებ,
სახლიდან გაუსვლელად ბინადრობიდან სამუშაო მოწვევაზე მაქსიმუმ 50 წუთის განმავლობაში განაცხადს დავასრულებ და გავგზავნი ჩალიშმა ბაქანში, სადაც იხილავენ თქვენ საქმეს. თავარია დამაკავშიროთ ისეთი დამსაქმებელი პირი, ვისაც ცოტა გაეგება კომპიუტერი მოწყობილობის და ოჯახში უნდა იყოს ინტერნეტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ დარჩებით არალეგალი თურქეთის რესპუბლიკაში, რადგან ღმერთმა დაგვიფაროს, თუ ერთხელ მაინც გაგაჩერეს და აგიყვანეს და გადმოგაგზავნეს საქართველოში, კიდევ ერთხელ გეუბნებით და ღმერთმა დაგვიფაროს, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის უკვე შანსი, ანუ გამოსავლის არის ნულის ტოლი. ნუ დაკარგავთ დროს, ძალიან თხოვნა მაქვს. ან თუ მაინც გინდათ რომ გარისკოთ ბინადრობაზე, როცა უკვე 60 დღეს ჩამოწდება, მაგალითად მიმთავრდება მაგალითისთვის 15 ივლისს მიმთავრდება ბინადრობა, ხომ? 15 ივლისს როცა ბინადრობა მიმთავრდება, ჩემი სისტემა გაიხსნება 16 მაისს, ანუ 60 დღით უკან. ანუ მესეჯით მოგდით, მაშინ ეგრევე შევუშვით, ეგრევე გააგზავნეთ განაცხადი და რაც მალე გააკეთებთ პროცედურებს, მით მალე გეცოდინებათ პასუხი და პასუხი ვიცით, დარწმუნებული ვარ უკვე რომ 199 და 99 მეასედი უარი იქნება, აქეთ უკვე გექნებათ ბინადრობის კარტის ვადა და გადახვალთ ჩალიშმა იზინზე. მაგრამ კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ, ნუ დახარჯავთ თანხებს. ბინადრობაზე, გაგრძელებებზე მოდის უარი. ამის მიზეზი ნუ გაგიკვირდებათ, ამის მიზეზი შარშანაც ვიცოდით და მაშინაც ვიცოდით, რომ ეს იყო ბოლო 6 თვიანი, რომ გადავსულიყავით სამუშაო უფლებაზე. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თითოეულ თქვენთაგან.